აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან დევნილ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გადაეცემათ. ვეტერანის დღისადმი მიზღვნილი ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან შეხვედრისას გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერას დაჰპირდა. დღეს შეხვედრა გავმართეთ აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებთან. მადლობა გადაუხადე მათი ღვაწლისთვის, მათ საკუთარი თავი მიუძღვნეს ქვეყანას. აფხაზეთის მთავრობა მომავალში გააგრძელებს მათი მხარდაჭერის კუთხით აქტიურ ღონისძიებებს. თავმჯდომარე ცდილობს, რომ ვეტერანები ყოველთვის ყავდეს ყურადღების ქვეშ. ეს არ არის პირველი შეხვედრა მასთან, ამიტომ დიდი მადლობლები ვართ, ბუნებრივია და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი უახლესი 17 ოქტომბერი ეს ქვეყანა იქნება ერთიანი და აფხაზეთში მივმოწავთ ერთმანეთს. დიდი მადლობა მთავრობას, დიდი მადლობა გიორგის ყველაფრისთვის. ახალგაზრდა ადამიანი, ახალი მოსული და მე მჯერა გიორგის თაოსნობით ჩვენ დაბრუნდებით აფხაზეთში.